მოგესალმებათ ღამის შოუ მეორეზე. ბოდიში პირველზე. აი, ხედავთ მეც როგორ დაგაბნიე. და შესაბამისად ჩავერთ იმ გამოწვევაში, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო ქობულეთში. აი ისევ დაგაბნიეთ ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო. We all know by now the name of Lasha Talaqwadze, which is ხედავთ როგორ დააბნია ყველა. მაგრამ მე არ დავიბენი. ეგრევე მივხვდი რომ ტალახაძეზე ამბობდა. სპეციალურად თქვა თალაკვაძე. მოწინააღმდეგეებს მოსადუნებლად. ისინი ელოდებიან რომ თალაკვაძე გამოვა. და ჰოპ! მოიგო ტალახაძემ. ნუ ახლა მართალია ლაშა ტალახაძეს არავის დახმარება არ სჭირდება, მაგრამ პრეზიდენტი ისი პრეზიდენტია რომ ხელი არ შეუწყოს, ხო? ხო. ჩემზე ადრე პრეზიდენტის გამოწვევა აიტაცა ზემოთხსენებულმა არჩილ თალაკვაძემ და ჭიათურაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს იქ შეკრებილ ხალხს ძალიან დააბნია. მოდი ვნახოთ ეს ვიდეოც. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ზესტაფონელებო, იცით რომ საქმეები ჭიათურელებო, აქედან ზესტაფონში მივიდიოთ. მაგრამ მე ისევ არ დავიბენი. და მაშინვე მივხვდი ამ ფანტს. შორს მჭრეტელი პოლიტიკოსია და ჭიათურიდან დაინახა ზესტაფონის ცენტრში შეკრებილი ხალხი. თან მაღალზე ხო იდგა. და ამასაც მივხვდი. თან დაუკვირდით საქმე წაიგდო 1-40 კილომეტრით მაინც. აი ზესტაფონში რო ჩავა, იქ უკვე აღარ დაჭირდება გამარჯვების თქმა და პირდაპირ საქმით დაიწყებს. მოკლედ თალაკვაძესაც კარგად გამოუვიდა ამ გამოწვევაში ჩართვა. პრეზიდენტის გამოწვევა თალაკვაძის მსგავსად ყველა დეპუტატმა არ აიტაცა. მაგალითად ემზარკვიციანმა სრულიად ახალი თავისი გამოწვევა წამოიწყო. აქ ცოტა დავიბენი მე. ესე იგი, წამოიწყო და პარლამენტს ამ წინადადებით მიმართა 100 ლარი ავკრიბოთო და დინამიკები ვიყიდოთო. ხო ხედავთო, ერთმანეთის არ გვესმის. ბატონო ემსარ, მოდით ახლა თავს ნუ მოვიტყუებთ რა. პარლამენტში ყველამ ერთმანეთის ნათქვამი რომ მოისმინოთ და გაიგოთ დინამიკების ამბავი არ უნდა იყოს მაგრამ. და ის 100 ლარი რა ვიცი, აკრიბეთ, ააგროვეთ თუ კიდეთ მე რა, ჩემი რამე. მაგრამ რომელ პარლამენტარს აქვს ახლა ეს 100 ლარი, მითხარით. ისედაც რა დღეში არის აქ? დაგვიანების გამო ფულადი ჯარიმები უნდა გადაიხადონ. აი, ნახეთ ახლა როგორ ფაცი ფუცობენ რომ მოასწრონ რეგისტრაციის გავლა. აი, ნახოთ ეს ვიდეო. ახლა დაგვიანებებზე ჯარიმები აქვთ, ხო? გაცდენებზე საერთოდ სტატუსი უჩერდებათ. ეხლა ბოლოს ეს 100 ლარი შევკრიბოთო. მოკლედ, რას უშვება ეს მთავრობა? ამ მთავრობას მე არ ვიცი. ხო და ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენს
სამშობლოს მხსნელად მოევლინა მეფე, რომელიც ესპანეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა, დედოფალის ცემა და უკან გაიქცა. ამ მეფის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ. არ ვასახელებ რა, მე ვასახელებ. ზუსტად არ ვიცით და მოკლედ ამ მეფემ საერთოდ ყველა ერთად დაგვაბნია. მეც დამაბნია, ხალხიც, პროკურატურაც დააბნია, დედოფალი ხომ საერთოდ დააბნია და დააბნია. ალბათ თვითონაც დაიბნა. ეს რა მომივიდაო და მაგიტო გაიქცა. დიდო მეფეო. ჰაჯი, მეფეო თქო. მეფეო, დიდო. შენივე ხელით დამხე, კარგახნის დამხობილი მონარქია. წახვედი და დაგვტოვე დემოკრატიის წუმპეში. დემოკრატია რომ კარგი ყოფილიყო, შენ ვერავინ დაგასწრებდა მეფეო. შენ ყოველთვის გამოირჩეოდი სხვა ბაგრატიონი მეფეებისგან. გვარითაც კი. ახლა შეიძლება გაგვიღონ ევროკავშირის კარი და ნატოს კარიც კი სიხარულით. შენ ისტორიაში დავით მიმალვაში სახელით შეხვალ. შენ ალბათ იფიქრებდი ნეტა ძველი დრო ყოფილიყო, მაგრამ არ იფიქრო ეგრე მეფეო. ძველი დრო რო ყოფილიყო, ცხენით მოგიწევდა გაქცევა და ახლა გორთან იქნებოდი და არა ესპანეთში. მაგრამ რას ვიზამ? ესპანეთსაც თავისთვის კარგები უნდა. მეც კარგი მინდა ჩემთვის. ამიტომაც ჩემს შოუს მუსიკალურად დაფორმებს ბენდი კონექშენი ია ტომაშის ხელმძღვანელობი. Too high, can't come down. My head spinning round and round. Okay, do you feel me now? The taste of your lips, I'm on a ride. You're toxic, I'm spinning around with the taste of a poison paradise. I'm addicted to you, don't you know I'm a toxic? I'm addicted to you, don't you know I'm a toxic? I'm addicted to you, don't you know I'm a toxic? ია, დღეს როგორ გამაბნევლად გამოიყურები რა. ვინ ზრუნავს ჩემ დაბნებაზე? თათია და ნათია დარჩიები. ახლა კი რუბრიკა ექსკლუზივი. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა მასალა თუ როგორ მიმდინარეობს ძიებაი ქართველთა მეფისაი. ნახოთ. ღშპ წარმოგიდგენთ. თქვენ გახართ დეინერის ქარიშხალშობილის, ტარგარიანთა სახლის მემკვიდრის, რკინის ტახტის მფლობელის. ანდალისა და პირველ ხალხთა დედოფლის, 7 სამეფოს დამცველის, დრაკონების დედის, დიდებული გრასის ზღვის ხალისისა და ბრაკელთა მსხვერპლის წინაშე. ეს ბაჩუა. ღამის შოუს სამყარო. კი, მაგრამ ამიხსენით ვერ გავიგე ღამის შოუს წამყვანს. დედოფალთან რა საქმე აქვს? ჩვენი მეფე გაიქცა დედოფალო. არავინ იცის მისი ადგილს ამ ყოფილი. იქნებ თქვენი წოდეთ სად არის? კი, მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ აქ არის? ჩემ სამეფოში ბაგრატიონის გამოჩენა ტირიონს არ გამოეპარებოდა. არ გამომეპარებოდა. არ გამოეპარებოდა. რავი, ჩვენ თვითონ გამოგვეპარადა. ხო. გავიგე. მაგრამ ჩვენ სამეფოში ბაგრატიონი ნამდვილად არ არის. შეიძლება სიხარულის გვარით არის შემოსული.
თუნდაც ასე იყოს. თქვენ გაქცეულ მეფეს ჩემთვის რა ზიანის მოყენება შეუძლია. შეიძლება ის თქვენს წრებს შეუერთდეს. ლანისტერებს, გრეიჯოებს, ბარათეონებს და შემდეგ ერთად შემოგიდიო. ეგ ჩემთვის საკმარისი მიზეზი არ არის, რომ ჩემი დრაკონები და დოთრაკიელები დაგახმარო. იქნებ ერთი დრაკონი მაინც მათხოვოთ. ერთ წელს დავარტყავ სასახლის. ცეცხლს გამოვაშევინებ და დაგიბო. გამორიცხულია. ჩემი დრაკონი შენ ზედაც არ შემოგისვამს. დედოფალო, ბაჩესის მიზეზი არ უთქვამს. თუ რატომ არის მეფე გაქცეული და რა მიზეზია? მეფემ დედოფალზე ხელი აღმართა. რას ქვია დედოფალზე ხელი აღმართა? რომელი საუკუნეა? ესე იგი შორენა ბეგაშვილიც მართალი ყოფილა. მე ყოველთვის დავიცავ ქალთა უფლებებს. ბაჩო, მირჩევნია 7 სამეფოს დედოფლობაზე უარი ვთქვა და მთელი ჩემი ჯარი და დრაკონები შენ დაგახმარო. რომ მეფე მოძებნო. სადაც არ უნდა იყოს აუცილებლად მივაგნებ და შენ გადმოგცემ. ესე იგი დრაკონზე დამსვავ და ცეცხლს გამომაშვებინებთ? მადლობა, რკინის ტახტის კანონიერო ფლობელო. დედოფალო. თქვენ ისეთი კაცი ყოლიათ. ჩემი დახმარება არაფერში გჭირდებათ. დარწმუნებული ვარ ის თვითონ იპოვის გაქცეულ მეფეს. გააცილეთ ღამის შოუს წამყვანი. და კი, მაგრამ ვინ არის ეს კაცი დედოფალო? გახარია. ახლა კი სენსაციური ინფორმაცია. საქართველოს 20 წლამდელთა ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა 13 წლის ელენე წოწონავა. დღეს ის ჩემი სტუმარია. მივესალმოთ ელენე წოწონავა. გამარჯობა. გილოცავ ამ წარმატებას. მადლობა, მივესალმები, მოგესალმები თქვენ, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობა, აი. როგორ ჭადრაკებით დაგილაგებია ეს სიტყვები? მეყურეში. აბარაშები როგორ ახარ? რა ვიცით. ახლა ვებზადებით თვის ბოლოს გვაქვს ტურნირი, თურქეთის საერთაშორისო ტურნირი და ფორმიდან რომ არ მოვარდე და მსოფლიო ჩემპიონატის თუ მოემზადო, ვემზადები ამ ტურნირისათვისაც. გისურვებ წარმატებებს კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებებს. მე ელენე რა მაინტერესებს იცი? როგორ დაიწყო შენი ჭადრაკთან ურთიერთობა, საიდან, როგორანაირად რომ მოგვიყვე მითხრა მეც და ჩვენს მაყურებელს როგორც ჭადრაკი 6 წლიდან დავიწყე. ცოტა უცნაური ისტორია არის. 6 წლისას დავიწყო, როგორც მოგახსენეთ, სკოლაში თანატოლებთან ერთად სპორტის ცალკე კლუბი ქონდა, კლუბი რა გვასწავლიდნენ ჭადრაკს. სკოლაში სკოლაში გვასწავლიდნენ და რატომღაც თავიდან ვერ ავუღე ალღო ამ სპორტს და ყველასთან მარცხდებოდი და შური რომ მეძია, ამიტომ გადავწყვიტე ჭადრაკზე შევსულიყავი და ყველა დამემარცხებინა და საბოლოოდ უკვე მე მაღალ დონეზე ავედი და უკვე პატარა ბავშვები არიან ისინი. ანუ ესე იგი შენი ეს წარმატება დამსახურება შენი კლასელების, რომლებიც გიგებდნენ. ასე გამოდის. ეხლა შენ 20 წლამდელთა ამბავს ამდენ ხალხს მოუგე, ხო? არ გაგიჭირდა ეს როგორ მოახერხე ეს ამბავი, რო ვკითხე. რა თქმა უნდა, რთული იყო უფროს მოწინააღმდეგეებთან ასპარეზობა, მაგრამ მოახერხე 9-დან 6 ნახევარი ქულით, პირველი ადგილი დავიკავე და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოვიპოვე. მოკლედ, არ ვიცი რა, მინდა გისურვო წარმატებები. მადლობა. გვეამაყები და აბაშენიცი. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ პირველი ახალგაზრდული ჩემპიონატი არ არის. შაშან და შაშანწინაც ვიყავი გასული ჩემპიონატებზე და რაოდენს გასაკვირიც არ უნდა იყოს, 3ჯერ გავაი და 3-ჯერ მე-5 ადგილი დავიკავე. და შემჭა ხუთოთანის სახელი და ახლა უკვე მინდა რომ უფრო მაღალ ეტაპზე ავიდე. ხო, მე მაშინ გისურვებ ერთოსნობას.
მადლობა. ერთოსანი ყოფილიყავი ეხლა შენ. მოკლედ მე იცი რა მინდა ეხლა შემოგთავაზო შენ. ხო მიდიხარ ჩემპიონატზე ეგრე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო? მაგრამ მინდა რომ გავარჯიშო რომ მეც მშვიდად ვიყო რა. რომ გაგიშვა იქ და მაგრამ ჩემებური წესები მაქვს. ხო. მოკლედ მე ეხლა აქ ჭადრაკის დაფას გავაჩენ, უცებ. თვალებს ავიხვევთ. შემდეგ მე ჩვენი ასისტენტი შემოვა, ჩვენ სულებს ვიტყვით, თვალებ ახვეულები და ისე უნდა გავარჯიშო მე შენ. მივხვდი ხო? მოკლედ ეხლა დავიწყოთ მე და შენ. შენ რომელი ფერი გინდა გერჩებია? ლურჯები იწყებენ ხო? ხო, კი ბატონო. მოკლედ ეხლა ჩვენ ავიხვევთ თვალებს, როგორც გითხარით. შემდეგ შემოვა ასისტენტი, ჩვენ ზეპირად ესე ვიტყვით სულებს და შესაბამისად ნახოთ ვინ მოიგებს. დავიწყოთ ხო? დავიწყოთ, ასისტენტი გვყავს? ასისტენტი შემოვა ეხლავე, შემოვა. შენ მაგაზე არ ინერვიულო. მანამდე დაწყებამდე რამე ხო არ გვინდა? აქ ყველაფერი გვაქვს, ხო? მოდი ჩამოვართვათ ხელი დაწყებამდე, როგორც ხდება ხოლმე, ხო? ჩადიხდიხ. ჩამოვა სადა შენ ხელი. აჰა. ხო შენ ჩამოგართი ასისტენტს ხო ჩამოვართ? ხო. შემოსულა ხო, ჯერ ეხლა შემოვა ეხლა. მოვიდა? ასისტენტიც ყავს. შემოვიდა, ასისტენტიც ყავს. ხო. შენ ხო ვერ ხედავ ეხლა? მე ვერ ხედავ. მეც ვერ ხედავ. კარგი. დავიწყოთ ეხლა ჩვენ თამაში. შენ ასისტენტს უთხარი და ის გადაადგილებს სად და როგორ უნდა. უთხარი, აი გვერდზე გიდგას და. ბატონო ასისტენტო, პაიკი E4. პაიკი E4-ო, ასისტენტო E4. პაიკი E4-ო. აბა გადადო. ეხლა მე უნდა გაჯობო შენ, ხო? E4-ო იმან, E5 პაიკი. E5. მაშინ მე მოვალ Q4-ს. რას? Q-ს მოვალ C4-ზე. რომელია Q, აბა? მე რა ვიცი პრინციპში ასისტენტი გადადეს. Q. რამდენზეო რა უთხარი? C4-ზე. C4-ზე. აჰა. C4-ზე. გადადო. მე ხომ მაქვს ახლა ფიქრის დრო, ხო? ფიქრის დრო მაქვს. მოიცადე. დავფიქრდე ახლა მე. ხო. დრო ხო მაქვს მე, ხო დრო. საერთოდ ხო ესე ამბობენ ხოლმე, რამდენს ფიქრობ, რამდენს ჭადრაკს ხო არ თამაშობ და თამაშობ ახლა ჭადრაკს და ფიქრობ შესაბამისად, ხო? კი. E4-ზე გადავიდა. აჰა, Q გადმოვიდა. Q-ს ხომ ხედარი გაასწრებს. ხო, მაშინ მოდი რა ვქნათ, იცი? ეს გადმოვდგოთ აგეთ C6-ზე. C6-ზე გამოდის ესე თუ გაასწრებს. ხედარი C6-ზე? ხო, ნეტა ერთი ცალი თვალი დამანახა ეხლა რა სიზავ. ხედარი C6-ზე? მე ვითამაშებ ლაზიერს მოვალ H5-ზე. ლაზიერს H5-ზე? H5-ზე. ბატონო ასისტენტო? კაია მე რეგა, თუ როგორ არის ახლა ეგ? ლაზიერს მოვაო C5-ზე. აბა ასისტენტო გადადეო C5-ზეო, მაგრამ და ბიჭო რა ვქნა? C5-ზე. აჰა. ეს რაღაცა საცოდავად დგას მარტო ეს მხედარი და დავდებ ამას ახლა მე F6-ზე. აი ასე. იყოს. ორი მხედარი ამი. ეხლა რა სიზავ ერთი ძალიან მაინტერესებს რა. რას ვიზამდა? ლაზიერი F7. ლაზიერი F7? ლაზიერი F7. ეგ რანაირად ჩემი ისდევს აქ პაიკი? მე აი ესა ასისტენტი ამბობს რომ რანაირადო. მოკალი?
მოკლა ესა და მე ეხლა მეც მოგიკლავ მაშინ მოიცადე მაგრამ უკვე რომ შამათია მითა შამათ წავაგე დიახ უკუსლებს არა ვართ არა ვართ უკუსლებს სამწუხაროდ ანუ წავაგე ესე იგი კარგი მაშინ ასისტენტი გავაცილოთ ეხლა ჩვენ მადლობა ნახვამდის და მე მოვიხსნათ ჩვენი ესე თვალებ ახვეული ამბავი მოიხსნა შეგიძლია მოიხსნა ხო მოიხსენი მოიხსენ ხო მაშინ მეც მოვიხსნი მოკლედ მე ამ გამარჯვებასაც გილოცავ ჩემო ელენე წარმატებებს გისურვებ აბა შენიცი და დაგვიბრუნდი კიდევ უფრო წარმატებული ნახავდეს ჩემი სტუმარი იყო ელენე წოწონავა ჩემი სტუმარია საქართველოს ინტელექტუალური კლუბის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე. აფორმებენ რო სულ მინდა კი აი მოდიხარ რა მახსენდება რომ არ მეკუთვნის სტატუსით რატო არა მეკუთვნის კაც ვიცეკვოთ რომ მორჩა კარგი კი ბატონო გიორგი როგორ მოგწონს ჩემი დეკორაცია ეს რო არ კითხوار შემიძლია როგორი ექსეული აი ნახე მაგი და ავეჯის სკამი როგორი ექსეულია როგორი შისწორკა ამბობენ ხო ძალიან მაგარი გემოვნებით გაწყობილი და ძალიან შურს შენი და შურს როგორც ანტურაჟის რომელშიც შენი პროგრამა იწერება შურს შენი პირადად ასე რომ მოახერხე და დაიკელი წონაში იმიტომ რომ მე მახსოვს ის დრო ის საამური დრო როდესაც პირიქით ვიყავით მე და შენ შენ შურდა ჩემი და მაგრამ მე არ დაგნებდები და არა ხო არ დამნებდები მე გავიგე რომ პირველ არხზე იწყებ ამბავს დიდ ამბავს ხო და უკეთესად რო ამიხსნა რა ცა და როდის სწორად გაიგე. დავიწყოთ იმით, რომ რაღაც 3 წლიანი პაუზის შემდეგ გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ აი მოთხოვნილებაა რომ მიტყვენ წამოსული ხალხისგან, რომ სად არის ჩვენი ინტელექტკლუბიო და ფაქტიურად ჩვენ ბრუნდებით პირველ არხზე, იმიტომ რომ პირველად რასადროდის გავიდა პირველ არხზე 96 წელში. 23 წლის წინ პირველად გავედით ეთერში სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე. ნუ მაშინ სხვა არხები დიდად არც იყო. რაღაც კაბელური კომერციული ტელევიზიები იყო წვრილი და ნუ ერთადერთი სახელმწიფო არხი იყო და აი 23 წლის შემდეგ, მაშინ 5 წელი გავდიოდით. პირველ არხს, ხო. და 23 წლის შემდეგ ჩვენ ბრუნდებით იქ, სადაც საიდანაც დაიწყო. სადაც დასაბამთან ბრუნდებით. შვენიერი ამბავია. მე ძალიან მომენატრა ვარ, მოგატყო, აი ეს 3 წელი ერთი პერიოდი ძალიან მობეზრებული ვიყავი, ნუ ვეღარ უყურებდი უკვე ამ მოაზროვნეებს, რომ ხედავ და აღარ ხედავ უკვე. აღარც კითხვის დასმა და აღარც იმათთან თამაში და ეხლა ვიგრძენი, რომ ისევ დამიგროვდა ეს ბოროტება და ბოღმამად მიმართ და ძალიან მაგარი სეზონი იქნება. ეს გაზაფხული სერია იქნება, რომელიც 11 მაისს იწყება. ძალიან მაგარია წარმატებებს გისურვებ. 11 მაისიდან შაბათს საღამოს სერიოზული გამოცდები ელის იმ ძველ ექსეულებს ვინც თქვენ ყველა იცით. ესე იგი 96 წლიდან ხარ წამყვანი 23 წელი, ხო? მაგარი პაუზებით, მაგრამ რამდენი პაუზა იყო, მაგრამ ხო. რამე არ მომხდარა ისეთი უცნაური ამბავი? ამ ჩაწერების დროს? არ მომხდარა. ან მომზადების დროს ან არ მომხდარა, ყველაფერი მომხდარა, კაცო. კითხვები დამრჩა ერთხელ ტუალეტში.
რომელსაც უნდა გვეთამაშა და მე რომ გამოვედი მე შემთხვევით რომელიღაც მოაზროვნე შესულა და ნახია იქ და მე ხა გვარს არ დავასახელებ, მაგრამ იმ მოაზროვნემ ბროლის ბუმი იყო მათი. ბიჭო ესეთ არა ვიცოდით რომ ნაკითხი ბიჭია, მაგრამ ნუ ესე წარედა. არა, თან მე ხომ მიუბრუნდი მე და ვიპოვე ეს კითხვა, მეთქი კიდევ, კაი მეთქი არავის არ უნახკია რა. დატო, დაიმახსოვრა, დატოვა. ხო, ნუ ეხა მოაზროვნე ბოლო-ბოლო. დაიმახსოვრა. და გარდა ამისა, ბოლო წლებში რაც მქონდა, ერთი რომ სიყვარულის ახსნა პირდაპირ ეთერში, მე ვფიქრობ, რომ შემდეგი ალბათ არის რაღაც ჯვრის წერა პირდაპირ ეთერში. რატომ არა? სარკისელ ძვირფასო რაღაც კი. ძეობა. ბიჭი და რო ისრიში. და გომბა. ზოგადად როგორ არჩევთ ხოლმე გუნდებს? შემოთავაზებთ ხოვნები არის ხოლმე, როგორ ირჩევთ? ესეთი მეტალო დეტექტორები როა, ხო იცი ესეთი? ესეთი აპარატი გვაქვს, ინტელექტ დეტექტორი ქვია რა. და იქ ინტელექტის კარებში დგას ეს რა და რომელი ფერი ინთება, წითელი თუ მწვანე? ზიზინებს თუ ინტელექტი ვერ გაკაჩო და ოპ იმ კარებში დაიზიზინებს, უკაცრავად დაცოეუბნება რომ თქვენი შემოქმენა ხარა. ამიტომ ძალიან ბევრი ვისაც პრეტენზია ჰქონდა რომ ეთამაშა დელეგაციებში, რო გაიგო იმ კარებში იყო გასავლელი, უკვე აღარ მოვიდა თვითონ. თავისით არ გარისკეს, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება. რა შედეგს აჩვენებს. პოლიტიკოსები თუ ითხოვენ ხოლმე რომ აი რაღაც ჩვენ გუნდს გავაკეთებთ ან რაღაცა ესე. აი რო არ მოგატყუოთ ამ 23 წელიწადში იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მაღალი რანგის ჩინოსნები, აი მინისტრების დონის და სამართლეები, სხვა დაწესებულებებიდან გამოდიოდნენ იდეით, რომ ხო არ გავაკეთეთ გუნდი და ვითამაშოთ დელეგაციებში, რომ ესო კარგი პიარი იქნებოდაო ჩვენი დაწესებულებისთვისო და მე ყოველთვის ვერ კითხები ერთ რამეს, რომ და რო წააგოთ, ეგეც პიარია? ხო და მაგაზე არ გვიფიქრიაო. ხო, რო არ წავაგოთო. მოგება და წაგება ძმები არის. ერთი არის, როდესაც სამზარეულოში ზიხარ და ჩაის რო მიირთმევ და ანდროს იქ რაღაც თქვეს და ეს ხო ის არის კაცო რა უნდა და გამოვიცანი მე და მეორე არის აბა იქ დაჯექი. და მე ილაპარაკე. იმ კამერების წინ და პლუს კიდე 5 შენარი ამბიციური კაცი გეჯდება. და ყველას უნდა რომ თვითონ გამოჩნდეს იქ საბოლოო ჯამში რომ ბროლის ბუიმან მიიღოს და მე კიდე სინ დაარწმუნე რომ შენი ვერსია უპასუხო. ამიტომ ძალიან თუ სინამდვილეში ეს ერთობ რთული თამაშია, ჩვენ ვეძახით ამას თამაში მტრების გარემოცვაში, იმიტომ რომ რეალურად შენ ეს 5-ვე მოთამაშე, ხო 6-ი არიან, ანუ თითოეული ეს მოთამაშე არის შენი კონკურენტი. ანუ შენ ამათთან ერთად უნდა მოიგო თამაში და მე ბროლის ბუს მიიღებს ერთი მხოლოდ ამ 6-დან. ამიტომ ჯერ ყველანი მუშაობთ მოგებაზე, საერთო მოგებაზე. კი ბატონო. და აი მე გამორჩეული ხდება მხოლოდ ერთი. მე მინდა რომ შემოგთავაზო ერთი თამაში. ხო, ესეთი მარტივი წესებია. შენთან ხო არის ერთი წუთი. ანუ წუთიც გვაქვს და კიდე რაღაც ბლიციც გვაქვს. 3 კითხვა 20 თოზე 20 წამი მასაფიქრე. ხო, მაშინ ეს გამოდის სუპერ ბლიცი. ხო, იმიტომ რომ დროს არ მაძლევ. ხო, აი გეტყვი ახლა 5 წამი გვაქვს. მეც ვთამაშობ შენთან ერთად, ესე მარტო კი არ დაგტოვებ, არა. მე და შენ შევეჯიბროთ ერთმანეთს. 5 წამი გვაქვს და 3 პასუხი უნდა ვთქვათ. მოდი გადავინაცვლოთ მე და შენ აქეთ, სადაც გაჩნდება ღილაკი და დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ. საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს 11 აპრილია და ჩვენ ვიწყებთ ინტელექტუალურ თამაშს ბაჩო ქაჯაიას შოუში. შვენიერი ამბავი, შვენიერი. მოდი პირველ კითხვას დაველოდოთ, თუ რა მოგვიმზადეს სცენარისტებმა, რომელიც გამოვა აქ ეკრანზე, წავიკითხოთ. 3, 2, 1, წავიდა დრო. დროხა, ვირთხა, კენგურუ. ვირთხა ცხოველია? მეცაც გეტყვი მღრღნელი ცხოველია. აჰა. მე არ ვიცი, მე მარტო მღრღნელი მეგონა. აშკარად კუდიც გააჩნია ნანახი ეკნება. კი, კუდი მაქვს. ესე იგი მე უნდა ვთქვა ახლა 3 ცხოველი კუდიანი, რომ ოღონდ შენი ვერსიები არ უნდა გავიმეორო. 5 წამში.
5 წამში. კარგი, 3 2 1 წავიდა დრო. კატა, გელი, დათვი. დათვი არა, ზღარბი. მაგრამ კუდი აქვს. სადა აქ დაც კუდია? კი, პატარა ესეთი მრგვალი, საყვარელი. ნახოთ შემდეგი კატეგორია. შერეკილების 3 ფილმის შერეკილების 3 პერსონაჟი. 3 2 1 მარგალიტა თვითონ ერთაუზი და ტრიფონი რაც თავარია, აი. ანუ მოასტრო. თელი მომზადება ჭირდება ამას სერიოზულად. კარგი, ესე იგი ხელთ შემიჯერია. ეს მარგალიტა თქვით, მარგალიტა. ერთაუზ ბრეგვაძე და ეგენი არ უნდა თქვა? ხო. კარგი, წავიდა დრო. წავიდა დრო. შავი კაცი, ეს აბლიგლუკოზა, დრო. შავი კაცი და აბლიგლუკოზა ერთი არის, ყველა? არა, აბლიგლუკოზა არის ექიმი. შავი კაციც ეგ არის. ხო. რა მაგრა თუ 3 პერსონაჟს როგორ ვაправებდი რა? ერთ პერსონაჟს ორად. არა, მესამეც უნდა მომეფიქრებინა რა. მესამე არის ის ესროლე პირდაპირ ფეხებში, ეგეც ეგ პერსონაჟი. ეგ რომ ეთქვა, საერთოდ ძალიან მაგარი იქნებოდა. ანგარიში გვაქვს 2-1? როგორ? 2-1 გიგებ კი. კარგი, გვაქვს შემდეგი კითხვა, გვაქვს კიდევ. აბა გამოვიდეს ეკრანზე მაშინ თუ გვაქვს. ცისფერი მთების 3 პერსონაჟი. წავიდა დრო. ეს ტიანშანი, კი არა და ნართულია ეს 5 წამში. ტიანშანი პერსონაჟი. არა, ნუ სათაურში, ხო, არა. რომანის სათაურში ხო შორის. აქ მითხრა ამან რა და დამაბნია რა. ტიანშანი. კარგი, მე ტიანშანი მოტობურთი და კვერცხები იმაში. კი. მოცივას. მე შეგულებაში ვარ ფაქტიურად. კარგი, მე აქ ვერ აბა შენ მიდი. წავიდა დრო. არტემ ჩაჩანიძე, გივი და მურვანიძე რომელიც ხელს არ აწევს. აჰა. ხო არის ესეთი პერსონაჟები რომლებიც არა და ხო შემეძლო ეხა მეკითხა სცენარისტებისთვის რა კითხვებია და მომეგო რა არა ალალი კაცი რო ვარ ეგ არის რა გვაქვს კიდე კითხვა ცისფერ მთებს სცენარისტებისთვის კითხვა არ უნდა ჭირდებოდეს არ უნდა ჭირდებოდეს კი მაგრამ 5 წამში აბა ვნახოთ რა პარტია შემოიტანეს ეხა სცენარისტებმა 3 ჟარგონული სიტყვა ეხლა თქვენი წავთ ბატონო დავაი პირველი იყო ნუ გამოვიდა რო კარგი წავიდა დრო აი დავაი კაროჩე და ცვეჩი კაი ისე ორი მქონდა მოფიქრებული ეგრევე რო თქვი შენ და ეს დავაი შემთხვევით გამოვიდა მიშველე კარგი ეხა 3 სიტყვა მე უნდა ვთქვა ეხა ესენი მაინცა ვთქვა ესენი მაინცა ვთქვა თქო ხო წავიდა დრო კაროჩე ცვეჩი კარწინკა საიდან მოიგონა ერთი ეხლა რა კარწინკა რა მიტანა არა ხო ამბობენ ხოლმე რა ამბობენ ხო კაი კარწინკა კაი კარწინკა ხო კი ბატონო ტელე ჟარგონი რო კარწინკა რო ჟარგონი არის ბოლო არის 700-იანი სიტყვა მე ვიწყებ 7-ვე ვე დანარჩენი 2 დანარჩენი 2 ხო არ 3 სართული არა 3 არა 1 3 არა რას ლაპარაკობ არა მე ვამბობ ერთორე შენ ამბობ 3 ეგ ეგრეა წესი მაგოიმებს თან პახოდუ აი კიდე ერთი ჟარგონული სიტყვა დრო ერთი თბილისი სამგორი და რამე სკოლიდან რამე ისტორია აი დავაგვიანე ხალბატონებო ბატონებო დღეს გაიმარჯვა ბაჩო ქაჯაიამ ძალიან დიდი მადლობა ჩემი სტუმარი იყო გიორგი მოსიძე
ჩემი სტუმარია არაჩვეულებრივი მომღერალი მუსიკოსი ნინო ქათამაძე. გამარჯობა ნინო. როგორ ახარ? აუ შეიძლება ხო დავისვენოთ. კი. მაგისთვის მოხვედი აქ რომ დაისვენო და დავისვენოთ. როგორ ახართ? კარგად ვართ. შენ როგორ ხარ? როგორ მოხდა რომ საქართველოში ხარ? სულ მიდიხარ, მოდიხარ ხოლმე? არა ვიცი რომ გადადე ყველაფერი. გზავრობები და კონცერტები, იმიტომ რომ ჩემთან მოსულიყავი. რა. და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. იცი რა მე შემოვნა რომ მიდიხარ და მოდიხარ. აი მოდიხარ ცოტა ისეთი ამბავი ხო? აი რომ მიდიხარ და ვერ ხვდები რასა. მოგწონს ჩემი დეკორაცია? ძალიან მომწონს გიტარა ახატია და ეს იმას ნიშნავს რომ აქ მუსიკოსები იქნებიან. კი ბატონო. უბრალოდ რომ შემოვდიოდი დიდი ხანი მიჭირდა შემოსვლა მეთქი. ხო იქ გოგო რაღაცნაირად ის პლინტუსი ისე დავარტყი რომ ეთყობა რაღაცა ვერ დავსვი რა ზაზორში ვერ შედარტყი? აბა ეს ყველაფერი ჩემ ურტყავ კი ურტყავთ ა როგორ ურტყავ მე აქედან ეს ზაფხულში რომ მოხსნი ისე უქიქინებს პრინციპში ზაფხული ჯერ არ მომწევია ნახოთ ახლა მივაღწევთ კი არა რომ ლიწი ვარაუდობ რომ უქიქინებს ორ პირს უნდა ურთხებდა ხო იცი ორ პირს ადამიანსაც უნდა უფრთხილდე და ქარსაც ისე რა ვიცი მე არ ვიცი ქარი უფრო ადვილი გადასატანია. ნინო, ამდენს მოგზაურობდა. ჩვენი გაქცეული მეფე ხო არცად შეხვედრია. ვინ არის მეფე? კარგი. ყველაზე უცნაურ ადგილას მაინტერესებს. მაინტერესებს. ხოლმე რაღაცას რომ მითხარი რომ გისმენ. როგორ? რაღაცნაირად გეოდები ხოლმე ეს. მაინტერესებს ახლა ამდენი კონცერტები ასეთ აქეთ იქით ყველაზე უცნაურ ადგილას სად ჩაგიტარებია თუ ყოფილა კი ყველაზე უცნაური ადგილი მქონდა ესეთი მიწის ქვემოთ 284 მეტრზე სიღრმეში ლიფტით ჩავდიოდი 5 წუთი ზუსტად იმიტომ რომ გული მისკდებოდა 5 წუთი მართლა გეონები ცოტა მოზრდილი ლიფტი იყო ისეთი შეხვარტყავ ხოლმე აქ პრინტოსებს და იქ შპალერები იყო გარტყმული თავის ტახტით გადასაფარებით ოღონდ მართლა ვიძახი იმიტომ რომ ვიღაცა ლიფტიორი ყავდათ ალბათ და იყო საოცარი ერთადერთი ადგილი სადაც მიკროფონი არ გჭირდებოდა ვერაფერი ვერ შევაერთეთ ორკესტრით ესეთი ავსტრიელების კომპანია იყო კონცერტი მივეში დონეცკში სალიანაე სიმფონია და საორკესტრო ნაწარმოებს უკრდით და იყო ფანტასტიკური არაჩვეულებრივი აუ რა მაგარი ძალიან კარგია შეგრძნება იყო ცოტა უცნაური თან იცით როგორ აი მარილის რაღაც ჯერ კლიმატი იყო 15 გრადუსი და სამკურნალო კლიმატი იყო მაგრამ ვერ იჩურჩულებდი ყველაფერი ისეთი საუნდით იყო და საინტერესო იყო იმიტომ რომ სიმებიც და ასარტყამები საერთოდ ჩურჩულებდნენ ყველაფერი ისე ჟღერდა ძალიან საინტერესო იყო ულამაზესი თან გამოფენაც იყო ესეთი ნახატების გამოფენა და ის აი რაღაც მარმარილოს ფერში ისეთი ლამაზი იყო ლურჯი ფერი, წითელი ფერი, ფანტასტიკური იყო. ალბათ კიდე რაღაც უცნაური ადგილებიც მქონდა ხოლმე, მაგრამ ეს უკვე ყველაზე კარგი ადგილი ეგა. ძალიან მაინტერესებს სად გადის ზღვარი იმპროვიზაციასა და ნამდვილ ასე თქვა შეთანხმებას შორის, როდესაც შენ და მსმენელთან გადის ეს ზღვარი. მსმენელთან. რა თქმა უნდა. ხო. ნუ აი ამ წუთას ასე მომინდა კითხვა, იმიტომ რომ ხა და ფილოსოფიას რო არ მიყვახენ, რო უყურებ რა ხდება, რა ფერით რა მდგომარეობა რომელ ქალაქში ხარ, იმის მიხედვით ზუსტად იცი, შეგიძლია გააფრინო თუ ცოტა ბევრია რო დედამიწაზე. თან დარბაზის მიხედვით ხა ზოგჯერ ისეთი გაგიჟება გჭირდება ხოლმე, რომ დრო მჭირდება რომ მოუბრუნდე. ოღონდ გაგები ხო იმიტომ რომ ხშირად რომ მინახავ მოდი ახლა ნინო მოდი ახლა ესე შემოუძახებ მარტო ვიძახი იმიტომ რომ ფოტოები ზოგჯერ მინახე იმდენად არაადეკვატური გამომეტყველება მაქვს და რომ ესეთ აი თან მიმდევრულად მინახავს მე ეს ფოტო კოლაჟი მივხვდარ რომ ამ ნაწარმოების ბოლოს გადაღებული
ხო, მაგრამ ნუ სხვანაირად თუ არ გამოდიხარ ამ რაღაცა ყოფით სამყაროდან და სადღაც აი კოსმოსში არ გეტიხარ, ნუ რა აზრი? გეთანხმები აბსოლუტურად. ამიტომაც არის რომ გიждდებით ყველა შენს კონცერტებზე. ოხ, კარგია ეს შეავრო. ძალიან დიდი მადლობა. თუ მიგიღია უცნაური საჩუქრები თუ მიგიღია შენი გულშემატკივრისგან, ფანებისგან? რაღაცა ძალიან სასაცილო რამ დავემართა, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა კონცერტ ყვავილებს და შოკოლადები თუ რაღაცებს რომ ვიცი და მე ყველას გონია რომ შოკოლადები და მე კიდე შოკოლადები და მართლა ვიცი კონცერტებზე აი კი იცი რა მივიღია? პერაშკები ყვახის. არის აი უკრაინაში როდესაც გვაქვს ხოლმე ტური ფანტასტიკური ადამიანები აი ბაბუშკები რაღაცა ბებიები რა ჩასახუტა ჩემი მეგობრის მაგალითად დედა სადღაც ვიყავით სადღაც ზაპოროჟიაში და იქ რომ მივიდოდი ნუ ვიღაცას ბამბანერკა მოვთ რაღაცა კალგოთკები თუ რაღაცა და საყვარელმა ბებუცამ მომიტანა ისეთი გემრიელი ყვახის ისინი რა ქვია რა მაგარია პერაშკები ყვახი ზღვეზელი, კარგი რამეა. უცნაური საჩუქრები ხო, მე საჩუქრები მერიდება ხოლმე, იმიტომ რომ იმდენად არასოდეს არ მაქვს იმის დრო, რომ ვისთანაც ჩემ მეგობრებს, ჩემ შვილს, ოჯახის წევრ, ვერავის ვერაფერს ვერ ჩუქრი, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფნის იმის დრო, რომ ისაჩუქარი ვაჩუქა თუ რაღაცა და ძალიან მერიდება ხოლმე. შოკოლადი ოკეი, კარგია ძალიან კარგია. მე უკვე შენთვის ეხლა ვიცი რომ მიპასუხებ, რომ აქ არის ყველაზე ისეთი მსმენელი შენთვის ძვირფასი, მაგრამ საქართველოში და ქართველი მსმენელის გარდა ყველაზე ახლოს იცი რა არის აი რო ყოფ 10 წლის უკან ალბათ ცოტა ბევრს დავფიქრდებოდი მაგ კითხვაზე მაგრამ ჯერთი ასეთი რამე მოვთხოვე ჩემ თავს და აბსოლუტურად გააზრებულად რომ მე არა მაქვს უფლება არჩევანის თუ კი მე უკვე ქვეყანაში ჩავდივარ როგორ სწორედ რო გაიგო როგორ არა გაქვს უფლება აირჩევ სად მიდიხარ და სად არა მაგრამ უკვე შენ მუსიკას რო იცნობ თან მე მხოლოდ ქართულ ენაზე ვმღერი და დარბაზში აბსოლუტურად არასოდეს თითქმის არ არის ის მსმენელი რომელიც გაურკვევლად მოხდა რამე კონცერტს თან არ არის ადვილი ფორმის სიმღერა თან ქართულ ენაზე თან სხვა ქვეყანაში თან არა ქართველი მსმენელი და ყველგან ძალიან საინტერესოა განსხვავებული და მაძლევს სხვადასხვანაირ გამოცდილებას გულწრფელად იმიტომ რომ ჩვენ ხო მარტო ის არა გვაქვს ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დარბაზში დავდივარ ხოლმე, ჩავდივარ ბოდიალებ, იქ ყოველთვის არის მუსიკოსები. ან ვიღაცა მღერის, ვიღაცა ინსტრუმენტით არის მოსული და უდევს და ერთი სული აქვს, რომ რაღაც ნაწილში და მე მაქვს ხოლმე რამოდენიმე ნაწარმოები, როცა შუა ნაწილში ვიცი, რომ ან სიმღერის დროს რო ვთხოვრო იმღერეთ და ზუსტად იცი რა კუთხიდან, საიდან რა ვიმღერის და ამას მე შენ როგორც თქვენ ასე ვთქვათ, სცენარი იწერება ასევეა, узუსტესად არის ზუსტად ასეთივე დრამატურგით იწერება, ანუ შინაგანად უნდა აკინძო მთელი სოლო საკონცერტო ესა რეპერტუარი. და ზუსტად იცი იქ მე როდესაც ახლა ძალიან ფორტაზე მღერი და უკაცრავად და ვიხევი, ისე უნდა იმღერო, გაგიჟდა, პიანოც გინდა, პაუზაც გინდა და ამიტომ აი სულ რაღაცა ისეთი რამე ხდება. კონკრეტ გრძელი პასუხი გამომივიდა, მაგრამ ყველაზე საყვარელი მაინც ქართველები, იმიტომ რომ აქ ისწავლობს სიყვარულს, აქ მეგობრები და იცით რატო კიდე საინტერესო რომ წინა კონცერტი ხო ყოველთვის უნდა განსხვავდებოდეს შენი მომდევნო კონცერტისგან. სხვა ქვეყანაში შეგიძლია რომ აბსოლუტურად მოსული პრაქტიკაა რომ ერთ პროექტს აკეთებ, ამზადებ, ერთ ალბომს წერ და მე 3-4 წელი თუ შენ ძალიან მთელი დედამიწის ასე ვთქვათ მუსიკალურ სივრცეში მოღვაწევ, შეგიძლია სამჯერ დაარტყა დედამიწას წრე ისე რომ დროც არ ქონდეს სიახლის, მაგრამ როდესაც ფილარმონიაში ერთხელ ორკესტრი მეორჯერ, გუნდი და ორკესტრი მესამეჯერ, ბავშვები და აი რა 1000 რამეს აკეთებ და სულ შენ თავის წინაშე გამოწვევა და ეს არის ძალიან საინტერესო და ესეთი იცი რა არის ახლა მე ბავშვობიდან გისმენ და 90-იანებში ხშირად მეც მქონია ხოლმე რა რაღაცა სპექტაკლებს როცა ვთამაშობდით, ხშირად ხრებოდა ხოლმე დენი.
შენ თუ მოგვსვლი ეგეთი რამე შენ კონცერტზე თუ მომხდარა? კი. დენი ჩაქრა და დენი ჩაქრა, ოღონდ კი არ გამოირთო დენი და ჩაქრა და დენი. ისეს გამოირთო. ჩაქრა არაფერი არ არის, ჩაქრა იცი ჩაქრა. 90-იანებში იმაში ვერის პარკში რო იყო კლუბი. იქ იყო როგორ იცი, ბნელო და სცენაზე ბნელი იყო და განათება იყო ერთი მწვანე განათება და ის ტრიალებდა და ორი ბნელი ქონდა და ერთი მწვანე. ორ წრეზე დაბნელდებოდა, მე ამომწვანდებოდა, მე დაბნელდებოდა, ძალიან ისეთი იყო, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ გამოირთო შოქი, თან ჩვენ 2 საათნახევარში მატარებით სხვა ქვეყანიდან, უკვე ტური რო გაქვს ესეთი რთული გრაფიკია, მოკლედ და აი ბებო, ძირითადად ძველ თეატრებში ყოველთვის ისეთი ძველი სტაფი ყავდა, ბებო ესე იდგა, რიჩარდი ეჭი, ოღონდ მართა. ჩვენ ყველას გატანილი ქონდა ჩვენი ინსტინქტი, რომ შეიძლება ხანძარი დაწყებული იყო, იმიტომ რომ ვერ გაუძო, ძველი იყო რა ამ კომიტეტზე. ესე მე ერთი განათება მქონდა და ვიცოდი ტრაექტორია. იმას ხელით უჭირავს, რომ არა მოაგდო. აგდე. არ მართლა გეუბნებდა, გამცველის როლს ასრულებს. მართლა გეუბნებდა, სახაძრო მანქანა იდგა გარეთ, და სანამ ამ იმას რა ქვია, ამ მექანიზმს მოვიგონებდით, რომ ბებოს უნდა დაეჭირა, მაგრამ იქნებოდა ვარდებოდა და ნუ მანამდე ჩვენ ვიჯექით დარბაზში ანეკდოტებს ყვებოდ, არავინ არ წასულა საერთოდ რა. ხო და მანამდე ვლაპარაკობდით რაღაცა და რომ ჩაირთო, просто გვითხრეს რომ შენ აქ არა ივლი და მეტი არა, იმიტომ რომ შნურებია და გაყვანილობა და შეიძლება აყირავდეს სადღაც და აი რაღაცა შავ-თეთრ განათებაში, მაგრამ ისეთი იყო მაგარი. როდესაც არაფერს არ აქვს, ყოფილა რაღაცა რა, როცა ზუსტად იცი რომ დრამერი აგრძელებს იქ და აი კი, ჩვენ შემთხვევაში იყო ხოლმე ერთი საახალწლო სპექტაკლი ქონდა და ხშირად 3 სპექტაკლი იყო, რომელსაც თამაშობდი დღეში 3-ს. და ხშირად ხრებოდა ხან ერთზე ყველა ვარიანტი უწევდა რა ჩაქრობა შუქს. ხრებოდა. ხო, ხრებოდა და წავიდა, დავიცადოთ აბა ვნახოთ რა როდის ხოლმე. ერთი დვიჟოკი ამოქოქილი, უძლებდა ერთი მას რა ქვია, დინამიკს და მიკროფონს რა და იქ ბიჭები პირით პიტბოქსი ამბავი და რეპავდნენ და ხალხი მე ამისთვის მოდიოდა რომ ეს მოესმინა. მოდი გადავიდეთ უკრაინის თემებზე. იქ მუსიკალურ პროექტში ჟიურიში იყავი და ქართულად ამღერე მოკლედ იქაური ხალხიც. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო. მართლა? ისე და ისე მე ვფიქრობ შენზე და ჟენებების გამაგარია. აი კონკურსანტებს რო უყურებდა შენ სიმღერებს მღერიან? ისე ვიყარ, საერთოდ არ მაინტერესებს რა ფორმატია. აი ისე ვიყარ. ხო არ მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე? საერთოდ არა, პირიქით ვეუბნები რომ რაც გინდათ ის გააკეთეთ, უბრალოდ თუ მაგალითად ჩემი მე არა ვარ ავტორი ამ სიმღერის, მე უფლება არ მაქვს რომ მე მას ინტერპრეტირების ფორმა მე მივცე ფორმატ, რომ მე თუ არ შემეკითხებიან, იცი რა არის ხანერად არ ცხოვრობს, აი რამდენი წელი, ესე რო არ ყოფილიყო ადამიანებს არ შეყვარებოდათ და არ სურვილი არ გაჩენოდათ ამ სიმღერასთან ერთად ყოფნის, რა ვიცი, კი უნდა მწვენოდა სამციფრის, მაგრამ თუმცა რატო 30 წელია სიმღერა უკვე ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან, ასე რომ კიდე 30-ს უნდა გაუძლოს, თუ არა სიყვარული ისე ხანერად ვიცი რომ დაბალი ვიყავ. მე მოგიმზადე ერთი თამაში, ძალიან კარგი. აპრობირებული უკვე ჩვენთან რამდენჯერმე. თან პოპულარიზაციას ვუწევთ ქართულ ანდაზებს. დიახ. პირობა ასეთია. გამოვა ანდაზის დასაწყისი. უნდა დავამთავრო. უნდა შევრცხო? ხო, არა. ჩემი სიტყვებით ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს. ჩემი სიტყვებით დამთავრებული. შენი სიტყვებით დამთავრებული, მე ჩემი სიტყვებით და რომელიც უფრო ახლოს იქნება დედანთან, ის იყოს მართალი. ის მამალი. მამალი, კი ბატონო. მამალი, დედალი. კარგი, მოდი ვნახოთ პირველი ანდაზა. ურემი რომ გადაბრუნდება. ურემი, მოიცა, გეხოცები, ურემი რომ გადაბრუნდება. შენ არ იწყებდი? კი, ეხლა შენ იწყებ. ურემი რომ გადაბრუნდება, მე ვიტყოდი რომ გადაბრუნება ძნელია, მაგრამ აღმარჩიო ხრავსო თუ როგორ არის, მე შენ იწყებდი ამას.
გზაო, მე გამოჩნდებაო. აუ, რა მაგარიაო. კი. ხო, მაგრამ ნუ სახალხო ძალიან უხერხულია. კარგი, შემდეგი ვნახოთ. რაო? ახლა შენი ჯერია. ბატონო, ბაწარიო. დაწანი და დაწანიო. ბატონო, ბაწარიო, დაწანი და დაწანიო. ჟენიერია. მოდი დედანიც ვნახოთ, აბა ამის. ბატონო, ბაწარიო. დავით მეფეს გასწავლიო რა, რანაირი რა. აი, ჩემი ვერსია უფრო ახლოს იყო ლოგიკასთან. დავით მეფეს სადარიო მაინც ყოფილიყო გასწავლილი. დავით მეფეს სადარიო? კარგი, შემდეგი ვნახოთ, აბა. მე საჯემილია, ამირან გულში მღეროდა. ამირან გულში მღეროდა. ოდელია სადილასა, თუ ოდელია. ამირან გულში მღეროდა. და ვინმე მოკარნახე მაინც ყავდეს გულში. ნინო კიდე სცენაზე. კარგი ვნახოთ, აბა რა როგორ არის. დედანი და მამა. ამირან გულში მღეროდა. ესე უნდა გავსო, სერიოზულად უნდა ბანი მითხარიო. სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ჩვენ. ჩვენ სერიოზულად არ ვფიქრობ და ვერ ვარწყავ. აი ხა ვიფიქროთ სერიოზულად. აბა ვნახოთ ბოლო ანდაზა. გვიკარნახეთ რამე, გეხვეწებით ბიძებავო. აღმართი და დაღმართიო. მაიტა შენი მისამართია. მე მგონი ყველაზე კაი ვერსია იქნება ეგ. ეხლა მე დედანს გადავამოწმებ. დედანი არის არც ერთია დაღმართიო, არც ერთია წაღმართი. დედა. შენი ჯობდა. არა, ჩემი ჯობდა რა თქმა უნდა, მე ვასწორდი. მე უნდა თავი რომ ვიმართ, ხო? ისეთი დაღლილი მოვიდე. ისეთი დაღლილი მოვედი და ეს ანდაზებით რანაირად არ ძალიან რთულია. მე მგონი რომ ძალიან კარგად გავართვით თავი. კი. შენ სხვა სტუმრებთან უნდა გენახა რა ამბავი იყო აქ. ხო, მოკლედ ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ვიდრე ხო. კი, გეუბნები, ძალიან კარგად გავედით ფონს. მე გადაცემას სანამ დამიმტკიცებდნენ, მე უთხარი ხელმძღვანელობას უთხარი მე აუცილებლად უკაცრავად. ცოტა უნდა მოძრაობდეს შენი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია სუეზე და რაღაცნაირად. კი, ეხლავე ამოძრავდი. უნდა გადაღვიდე მე. უთხარი მე ხელმძღვანელობას, რომ მე ნინო ქათამაძეს მოვიწვევ მეთქი სტუმრად თქო და აუცილებლად ვიმღერებ მასთან თქო და ერთად თქო. და მაშინ კი ბატონო დაგიმტკიცებთო გადაცემას. ხო და თან მე ვუთხარი რომ ეს გადაცემა იქნება მე-9 თქო. ესე უთხარი და დღეს დაემთხვა, ნახე? მე-9 გადაცემა. შენ ახარ სტუმრად. აღმართი დაღმართიო, ჩემი მისამართიც გაიგე. მოხვედი, ხო და შემისრულეს თხოვნა და იმათთან პირი არ გამიტეხო და ვიმღეროთ ერთად მე და შენ. შენ გენაცვალე. See
ჩემი დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. გემშვიდობებით და თუ ვინმეს რამე არ შეეშალა, ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. I just can't get it out of my head. Boy, your love is all I think about. I just can't get it out of my head. Boy, it's more than I dare to think about it. Got it every night. Oh, every day. Just to be there in your arms. Oh, won't you okay. So la 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 yeah.